გამარჯობა მეგობრებო, მე ბევრჯერ მაქვს ნათქვამი, რომ D ვიტამინი ფარავს ადამიანის ორგანიზმი ბევრი ქრონიკული დაავადებებისგან. D ვიტამინიც არის ეგეთი ვიტამინი, რომელიც ნაკლებობა თუ იქნება ადამიანის ორგანიზმში, ნებისმიერი ადგილზე შეიძლება ანთების პროცესი გაიზარდო. ანთება ერთ-ერთი კიბო, რომელიც უჯრედები, ვისაც აქვს ადამიანს განვითარებული, იმიტომ ეს უჯრედები არის ჩვეულებრივი ჩვენი უჯრედები, ეს გადადის კიბოს უჯრედებში და 90% ყველა ეგეთი პაციენტები, რომელიც არიან კიბოთი დაავადებული, ონკოპაციენტები, რომელიც არიან, ყველა არიან D ვიტამინის დეფიციტში. ეს კვლევებიც აჩვენებს, რომ D ვიტამინის ნაკლებობა როცა არის ადამიანს ქრონიკულად, იმიტომ არ სინჯავენ ადამიანი, უფრო მეტი რისკი არის, რომ განვითარდე ეს ცუდი დაავადებების რისკი. მეორე, კიბოს უჯრედებს უყვარს მჟავე გარემო, ანუ acidic environment, მჟავე. ხო არის ტუტე და მჟავე. მჟავისკენ მიდრეკილი გარემო იმათ უფრო უყვარს. მესამე, უყვარს ნაკლებად ძანგბადი. ნაკლებად ძანგბადიანი გარემოში უფრო განვითარდება კიბოს უჯრედები. ჩვეულებრივი პროცესი ეს არის, რომ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანის ორგანიზმში ახალი უჯრედები კეთდება, ძველი კვდება. ახალი კეთდება, ძველი კვდება. და D ვიტამინი თამაშობს ეს დიდი როლი, მეგობრებო, იმიტომ ყველას ვეუბნები, ყოველთვის უნდა კონტროლში უნდა იყოს D ვიტამინის ნაკლებობა, ხო არ წავიდა. ართრაიტისი, თმისცვენიდან დაწყებული პოდაგრა და ფეხის სოკომდე, ყველაფერში არის D ვიტამინის როლი. ჩვეულებრივი უჯრედი რო არ გადავიდე კიბოს უჯრედებში, ეს კონტროლობს D ვიტამინი. D ვიტამინის ნაკლებობა თუ იქნება, ჩვენი ჩვეულებრივი უჯრედი, როცა გაფუჭდება, ის კი არ კვდება, გადადის მერე ცუდი დაავადებაში და ნაკლებობა ვიტამინი D ვიტამინის ყოველთვის უფრო მეტად რისკშია ის ადამიანი, ვისაც აქვს D ვიტამინის ქრონიკული ნაკლებობა. კიდე ერთი მეგობრებო, თუ იქნება D ვიტამინის ნაკლებობა დიდი ხანი, ინსულინი კარგად არ გამოიყოფება. ადამიანი გახდება ინსულინის რეზისტენტი, იმიტომ ადამიანი, რომელიც ჩემთან მოდის და წონაში ვერაფერით ვერ ვიკლებს, ყოველთვის მე ვეკითხები D ვიტამინის როდისმე გაგისინჯია, მეუბნება, არა. ან მეუბნება, კი, სვამს, რამდენი 300-იანი, 500-იანი სვამდი, კიდე ერთი მითია. ეხლა ძაფულია, ძამთარში უნდა დავლიო. რატო? ძაფულში ხარ 1 საათი ყოველდღე ტიტველა ადამიანი მზეზე დაჯდება? არ დაჯდება. იმიტომ სულ არის ამ D ვიტამინის ნაკლებობა და რისკშია ქრონიკული დაავადებების ადამიანი. კიდე ჩვენი იმუნიტეტი, ჩვენი კუჭნაწლავის კარგი ბაქტერია, სადაც იმუნიტეტი იბადება, ანუ რასაც იმუნიტეტი აძლიერებს, 90% D ვიტამინია, რომელიც აძლიერებს ჩვენი იმუნიტეტი. ადამიანი პირდაპირ C ვიტამინი დალие, C ვიტამინი დალие, პორტოხალი დალие. არა მეგობრებო, D ვიტამინი არის პირველი, მეფეა, ვიტამინების მეფე არის D ვიტამინი. ჰორმონია ერთ-ერთი. თუ გინდა ამ დაავადებების ქრონიკული დაავადებები არ დაგროვდეს შიგნით, ყოველთვის ერთი ვიტამინია, რომელიც თუ ნებისმიერი პრობლემა დაგიმართება, უცბად D ვიტამინი აუცილებლად უნდა გასინჯო. ერთ-ერთი ვიდეოში ვიღაცა კახეთიდან კომენტარი მწერდაო, თელი სოფლიო, თელი კახეთი, თელი საქართველოს D ვიტამინის ნაკლებობა, როგორ მოხდა ეს, რა მოიტანეთ ეხლა ეს ახალი. რატო მოხდა? ნახე, როცა ჩვენი გარემო, კუჭის გარემო მჟავიანობისკენ მიდის, მაშინ იბლოკება. რეზისტენტობა გახდება D ვიტამინის. გინდა მიიგე, გინდა მზეზე დადი, თელი დღე მზეზე რო დაჯდები, ჩვენი ორგანიზმი D ვიტამინი ვერ მიიგებს. D ვიტამინის რეზისტენტობაც არსებობს. თუ ჭამს ბევრი შაქრიანი, ბევრი ნახშირის წყლები, ტყბილეული ჭამს, მაშინაც ჩვენი ორგანიზმი გახდება D ვიტამინის რეზისტენტობა. თელი დღე მზეზე ხარ, მაგრამ ვერ მიიგეთ. იმიტომ ენდემიასავით არის სოფლიოში D ვიტამინის ნაკლებობა. ესე იგი რა გამოდის? იმუნიტეტი აძლიერებს D ვიტამინი და საქცრები ჯანმრთელობისთვის სჭირდება D ვიტამინი.
იმიტომ ეს არის ეგეთი ვიტამინი, რომელიც ნებისმიერი ეგეთი უჯრედი, რომელიც გაფუჩებისკენ მიდის და შეიძლება გადავიდე კიბოს უჯრედებისკენ, არ უყვარს და ადამიანი როცა იქნება D ვიტამინის საკმარისი დონეზე, მაგისი რისკები შემცირდება და რა თქმა უნდა, ყოველთვის საუკეთესოა D ვიტამინი K2-თან, მაგნეზიუმთან ერთად კომპლექსით თუ მიიგებს, რომ სწორი ადგილზე ყოველთვის მოგეწონება ინფორმაცია, გააზიარეთ მეგობრებში, გამოიწერე არქი კარგად და ჯანმრთელად.